გუნდური ფეხბურთი მიყვარს ძალიან. იცით მარტო გუნდური ფეხბურთი არა, აი ერთმანეთში გვერდში დგომა ეს აუცილებელია. ჩვენ ცოტა სხვა ფეხბურთს მივმართავთ იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მიყვარს პრესინგი, ზედა პრესინგი. ზეწოლა ესე ვთქვათ ქართულად. აი ამაში თუ კარგად ჩავერთვეთ არა, უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ახლა მათავარ დაწმუნებული. ჩემი კარიერიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მათი თვისებები, მათი ხასიათი, როგორ ემზადებიან ყველა მატჩისთვის და რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნებისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ლანჩხუთის გურია. გუნდში თავი მოიყარა ისეთმა ფეხბურთელებმა, რომელიც დღესაც უპრობლემოდ ჩვენს უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ და ეს ჩვენთვის როგორც პლუსი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდებისას დიდი мотиваცია გახდა და ვაღიარებ, რომ ჩვენთან გუნდები გამოდიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან და ეს რაღაც ხრივ დასაფასებელიც არის და შენც უფრო მოტივირებული ხარ, საერთოდ არ ვთვლი, რომ გუნდმა ადვილად გამოვიდეს და ადვილად უნდა მოიგო. უდიდესი პასუხისმგებლობის ფაქტორი გაქვს რა, იცი რომ უნდა მოიგო. ხვდები წნეხია რა როგორი იცი, აი თითქოს არაფერი ხვდები, აი მესამე ლიგა რაღაცა მარტივი მდგომარეობაა. მე ყოველთვის იმის მოხარული ვარ და მომხრე ვარ, რომ რაც უფრო გებრძოლება გუნდი და თავს დებს, შენც უფრო ორმაგად მოტივირებული ხარ და ეს გამოჩნდა. გამოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ სახლის თამაშებში განსაკუთრებით აი რა ბოლო წუთამდე იბრძვიან გუნდები, პატივიცემა ჩემგან ყველას, რა თქმა უნდა ეს კარგია. ჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან, ისინიც თავს გაკლავენ, ხვდები, რაღაცები მე ისე არ გამოდის რა, ხანდახან და ხდება რა ეგეთი რაღაცეები რა. მე მაგალითად ვერც მოდუნებას დავარქმევ და ვერც რაღაც იმ მდგომარეობას ვერ რაღაცა აი ვერ შევაფასებ და რაღაც ის მომენტი იყო, რომ აი რაღაც ისე გავედით რა. ფოთში საშინაო თამაშები რო ვითამაშე, მე მსგავსი არ მინახია, კიდე პირველი თამაში, კიდე მეორე თამაში. ამდენი მომენტი გუნდს ჰქონდეს და ვერ შეაქო. ყველაფერი გააკეთეს ბიჭებმა, რა ორი თამაში 14 შტანგას ქონდა განწყნული და რა ვიცი ხა მეტი გამართლებაც არის ხო, რაღაც დოზით გინდა არ ჯერ მარტო ჭარიმა დავარტყით ერთი 15 თუ 16 აი თვლიდი და მარტო ჭარიმა, ნუ კუთხურებს აღარ ვამბობ. ეს ბურთი დადიოდა ხაზზე, კარის ხაზზე და შიგნით არ შედიოდა. ორი საშინაო ფრის ძალიან დასანანი ფრის მერე თუ არ ვწდები ორ თამაში 12 წელი იყო, თუ არ ვწდები სხვა მომენტებს თუ არ ჩავთვლით, იყო ცოტა გავამართლება, მაგრამ ესეც შენ პლუსად და უნდა აქციო შენ პლუსად და გაანალიზო. იას გამოსალე. ეკარი გოლია. იგივე იყო მეორე თამაშიც. გარდამასვე თამაშებოდის მეუღლეს და იგივე იყო ფაქტიურად მეორე თამაშიც რა. მეორე თამაშზე იმად მოწინააღმდეგეს ერთ მომენტი არ ქონია და რაღაც ერთი იყო რაღაც კონჩეტევას დაგვიჭირენ და იმას თუ ჩავთვლით მომენტად ვარ დანარჩენი
გარდამანა თამაში რო ქონდა, აი ზუსტად მაგ ემოციით, გუნდი რო ხურდებოდა, გასახდარში შევედი და გოჩა იყო მარტო რა. და ვეკითხები მე ტაში დადიოდა რა განერვიულებს მეთქი რა. ანუ რაღაცა აი წუთების ფაქტორიდან კიდე უფრო მეტი ემოცია, მეტი რაღაც პასუხისმგებლობა, სხვანაირად უყურებს ყველა დეტალს აღიქვამს, და უფრო მეტი გამოცდილება, უფრო მეტი რაღაც აქ დანახი და ის და მე ვერ წარმომედგინა რა ისე, მაგრამ გამოვიდი და იქაც იგივე სიტუაცია რა, 5 შტანგა არ გავიდა. ალბათ ჩვენს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და შემდეგ იყო ერთი კაი მოგება გონიოში გასვლა, რომელსაც ვთვლი, რომ მანდაც ძალიან იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ გაგვიმართლა ამ ფრეების მერე, ბოდიში. ეგის სიხარულიძე ჯერ დავიწყებთ იმით, რომ მეგობრობდით და ოჯახებით ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ეგისთან ჯერ ბეგის ფეხბურთზე გავიზარდე, ასე ვთქვათ. ამ სიტყვას შეშვენის აუჩიკი ვიყავი მისი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. 2 წელი ერთად ვითამაშეთ. მე ახალგაზრდული ვიყავი ლანჩხუთის გურიაში დინამოდან და 75-76 წლები ერთად ვითამაშეთ. უდიდესი პიროვნება, კაცი ლეგენდა ლანჩხუთის გურიის, სრულად ლანჩხუთის და ფეხბურთის. რაც ჩემს მამას, ბაბუას, ბებიას რაღაცები მოუყურეთ, ან მეს მომწევია ურთიერთობა კომუნიკაციაც ქონია ყოველდღიურის ისეც უსაყვარლესი პიროვნება რა. იშვიათად რა, რომ ამნაირი კაცი ნახო. და მიჭეს ლავრაკიც. აბა რა გითხრათ ახლა, რომ ძალიან კაი ადამიანი იყო და ძალიან გვადგინა გული რომ წავიდა. Idzie, Sadzia, gide! Boksa!
შემდეგ იყო დასანანი მარცხი იბერიასთან, რომელსაც აქვს საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი აკადემია. და გამოჩნდა მანდაც რომ თუ მე რახან კაპიტანი ვარ, ჩემ თავისუფლებას მიცემ რომ თქვა რომ სისხლის ბოლო წვეთამდე თუ არ იბრძოლ ნებისმიერ გუნდთან არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდას ეთამაშები გამოსცირს თუ ვეტერანს. თუ გინდა აგერ მასტერ ლიგას თამაშობენ ბიჭები, იქაც ისეთი თამაშებია რომ რა ვიცი, ხოცავენ ერთმანეთს ესე ვთქვათ. თუ ბოლო წუთამდე არ იბრძოლე და შენი მაქსიმუმი არ დადე, შანსი არა ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ, მე ამის მომხრე ვარ და ეგეც უნდა იყოსო. ეს დაგვაგდა იბერიასთან. იბერიასთან ავიცე თელი სულდა იმით უყურებდი ამას, მაგრამ გოლი რომ მივიღეთ, მე ავირიეთ ცოტა ავიჭერით, თორა გოლამდე საერთოდ კართან ახოს ვინც უნდა რომ აი იმნაირი ის იყო რომ იქ როგორ უნდა წაიგო გუნდს არ ვიცი, იმიტომ რომ კართან არ მისულა, ფაქტიურად მომენტი არ ხუნია და იმ გოლის მე ცოტა ავიჭერით. ადვილი თამაში არ იყო გუშინ სიტყვაზე დინამოსთან და მანდაც ბოლო წუთებში გადავრჩით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ბოლო მეორე ტაიმში განსაკუთრებით იმდენი მომენტი შევქმნით, რომ ამან განაპირობა რომ ცოტა გაგვიმართლა, თორე ჩვენ ამ თამაშს ვერ მოვიგებდით სიმართლე ვთქვათ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ რომ გუშინელი თამაში მოვიგე და რაღაც გარდატეხა შევქმნით გუნდში. ძალიან კარგი სტარტი გქონდა. სამწუხაროდ მე რამოდენიმე ფეხბურთელი ამოგვივარდა ტრამვების გამო, რამაც სათამაშო ხარისხი დააგდო, მაგრამ ახლა შედარებით დავასტაბილურეთ ეს საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იმ პოზიციას დაუბრუნდებით, სადაც ვიმსახურებთ და სადაც ვიყავით რა. ლანჩხუთისგური არის ისეთი გუნდი და აქ ისეთი რესურსი, შესწევს იმიზალა რომ ყოველ თამაშზე გამოვიდეს კონკურენტუნარიანი გუნდია და მაქსიმალური დადოს და ფრეებს არ დაჭირდეს არც ერთ გუნდთან. მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულისთვის უნდა იბრძოლოს ლანჩხუთისგურია. ეს არის ჩემი მოწოდება.
აუცილებელია საფეხბურთო კლუბს გააჩნდეს აკადემია, ყავდეს რამოდენიმე ასაკობრივი გუნდი. ამ ეტაპზე რადგანაც ჩვენი კუთვნილი, ჩვენი საკუთარი საფეხბურთო აკადემია არ გვაქვს, მემორანდუმი გავაფორმეთ ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლასთან, რომელთაც ყავთ გარკვეული რაოდენობა ასაკობრივი გუნდების. ჩვენ მასზე ავიღეთ, ასე ვთქვათ, მზრუნველობა და პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირად გვერდში დაუდგებით. გავაფორმეთ მემორანდუმი, ორხრივი მემორანდუმი, რომელიც ძალიან წაადგება ჩვენ სკოლას, ჩვენ ბავშვებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ როცა გურია იყო დაბალ ლიგებში, ბავშვებს ვერ ვინარჩუნებდით პირველ რიგში. და ეს პირველი საძინდარი იქნება, რომ ჩვენი გაზრდილი ბავშვები, ჩვენი სკოლის გაზრდილი ბავშვები გურიას გუნდი დაკომპლექტდეს პირველ რიგში. ფეხბურთელებისთვის, ბავშვებისთვის უკვე დიდი პასუხისმგებლობა არის გურიის სახელით თამაში და რეალურად დაინახეს ის შესაძლებლობა და ის პოტენციალი იმის, რომ თუ მიაღწევენ გარკვეულ წარმატებას თავისივე ასპარეზზე, უკვე არსებობს წარმატებული კარგი გუნდი უკვე დიდი გურიის სახით, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკვე იქ გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები. შეაცვენია ხოლმე რა გურიის ფორმა გასვია რა და აი წარმოდგენა არა გაქვთ ხა თქვენ სათამაშობ და რაღაცები და რეალურად იმ მომენტში მაშინ რაღაც წლების უკან ვერ ვიაზრებდი რა მართლა ვერ ვიაზრებდი ანუ რაღაცა ვერ აღიქვამდი ისე რა ახალგაზრდა რო ხარ რაღაცა და მე აი წლები რო გადის რაღაცნაირად მატულობს რა აი ყველაფერი რა აი ყოველი ახალი წლის მერე უფრო და უფრო მეტად ემატება ის პასუხისმგებლობა ის რაღაც მდგომარეობა რაც გაკისრია რა არა მარტო ქალაქის არა მარტო ოჯახის ყველაზე ყველაფრის მიმართ რა აი ლანჩხუთში თამაშს მოუთმენლად ველით ჩათვალეთ სეზონის სტარტია ჩვენ გასვლით თამაშებს თამაშობთ ესე თქვა ფოთშიც გასვლით თამაში იყო გვეთრება თითქოს სახლი მაგრამ ეს გასვლით თამაშია მადლობა ფოთის გულშემატკივარს ადგილობრივ გულშემატკივარს რომელიც ჩვენ გვალეში ყოფდა გულშემატკივრობდა ეს თამაშები მოუთმენლად ველოდებით სახლის თამაშს გვერდებიან რომ გაივსება ჩვენი მოედანი ის ჩვენი ტრიბუნა და ვფიქრობ რომ ძალიან კაი სანახაობა დახვდება ლანჩხუთში 29-ში იმაჩნია რომ სახლის ფაქტორი არის ყველაზე დიდი რამ. თუნდაც იქ ერთი ადამიანი მეგულებოდეს, მირჩევნია სხვა ქალაქში, კაი სტადიონზე თამაშს, ანუ ერთი ადამიანი მაინც რომ მეგულებოდეს და სხვა არავინ არ იყოს, მაინც ლანჩხუთში ვითამაშო. მე ესე ვფიქრობ, ესე ავიქო რა. იმ ხელა რაღაცა იმას გაძლევს რა, მაინც რა. ეხლა მე რო ლანჩხუთელი ვარ, შეიძლება იმიტომ მიწევს ეხა ესე რაღაცას გაზიარება და ვიღაცა ჩამოსულია, ვიღაცა სხვა იმიდან რეგიონიდან და ცოტა შეიძლება მსგავსად ვერ აღიქვამდეს, მაგრამ და სხვა რაღაცა ერჩინოს, ხტები, კაი სტადიონი, კაი მინდორი, ეგეც იქნება რა.
Ķepšos, labāk, īgēm! Raguagujo tu droize go chwalu tu suza khode კენაც ლანჩხუს მაყურებელი არასდროს არ აქდა ჩვენ მოწინავთ რიგებში ვიყავით თუ ხადაღა გუნდს უჭირს ხო თავისი გაჭირება როგორც ადამიანი ხარ უფრო მეტად კარგათა მაგრამ ავად ხდება იგივე მდგომარეობა გუნდების მიმართაც ძალიან გამიხარდა დღეს მე წარმოდგენა არ მქონდა თუ ამდენი პიროვნება მივიდოდა სტადიონზე და იგიც ვიცი მე და მახსოვს რომ ლანჩხუთის ეს სტადიონი მეორე მხარეს ასე ტრიბუნა რო იყო აი სავსე რო იყო და ადგილებს ვერ შეულებდა ეს მარიტა ჩვენ აბა სულ ასე შევმოდით ბევრი მისვოს ბევრი ჩვენ შეიძლება დავდიოდით ემოდივარ ჩვენთან და თამაშიც შესაძლებლობის მიხედვით დაგლოცავთ, გაკურთხებთ და აბა თქვენიც მამაო ჩვენ რომელიც სათაშინად წინდა იყო სამი მოვედი სუპერმარკეტში და ნებაშენი ვითარცა სათაშინი აერთა ქვეყანაზე და პური ჩვენი ასოვისა მოგეს ჩვენ დღეს დამოგვიტევეთ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევით არამედ დამაჩვენ და დადუშევით ჩვენ მოსასწრებს არამედ მისცემთ ჩვენ გოროდისაგან ამერ თუ შენი არ სუფევა ზავიდა დიდება მამისა და ძისა და ფილისა სულისა ას და მარადის და უკუნით უსამიანი ქრისტიანსგა მოგვერიცი ბევრი პირველად ვითამაშეთ სახლში ასე ვთქვათ, დაბრუნდა გურიაში ფეხბურთი, რის გამოც ძალიან მოხარულები ვართ როგორც ბიჭები, ასევე ეს ქალაქიც და ეტყობოდა კიდეც ტრიბუნებს, თითქმის სავსე იყო ტრიბუნა და შეიძლება ითქვას, რომ მარტივი გამარჯვება ჩავიწერთ აქტივში და ეს გულშემატკივრის დამსახურება, იმიტომ რომ მათი შეძახილები და მათი გამხნევება ძალიან დაგვეხმარა საწყის წუთებშივე უპირატესობის მოპოვებაში.
სახლში დაბრუნება ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ლანჩხუთში ნებისმიერი ადამიანი, ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი რო გააჩერო, ყველა ფეხბურთზე ისე დაგელაპარაკება, რომ დაგჭება აზრი, ყველამ ძალიან მაგრა იცის. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ძალიან მაგრად უყვართ თავიანთი გუნდი და ფეხბურთი. რაც შეეხება სტადიონს, იქიდან გამომდინარე, რომ შუაკვირა იყო და ისეთი დრო სამუშაო, მაინც ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ძალიან გვერდში გვედნენ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვუხდი ფირალებს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, არ აქვს მნიშვნელობა სათამაშობთ, ისინი ჩვენ გვერდზე არიან და ასრულებენ მე-12 მოთამაშის როლს. ასმა უნდა ახლა სანერვიულო არის. როგორ შეიძლება არ ინერვიულო, თუნდაც ხანდახან რო ვიტყვიან ხოლმე რომ სუსტი გუნდია, რას ნიშნავს სუსტი გუნდია? მე სუსტ გუნდი ცოტა სხვანაირად უყურებ, ხო იცი როგორ არის ხოლმე мотиваცია, რო გაიგებ. უცებ რამოდენიმე პროცენტი რო დაეცემა ხოლმე და არავითარ შემთხვევაში სუსტი, მაგარი არ არის. თამაშია, უნდა გამოხვიდე 90 წუთი. იმუშაო, ის დავალებები შეასრულო, რასაც ჩვენ ვარჯიშებზე ვაკეთებთ, ტაქტიკური ვარჯიშები და თამაში უნდა მოვიკოთ. всё, დამთავრდა. წავიდეთ სახლში სამი ქულით.